შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ იმპლემენტაციის პროცესი. სამთავრობო უწყებათაშორისმა კომისიამ იმსჯელა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი სერვისებისა და პროგრამების შესახებ ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის შექმნის პროცესზე. შესაბამის დარგობრივ უწყებებთან ერთად ჩვენ ვიმსჯელეთ განხორციელებული საქმიანობის შედეგებზე, იმ სიახლეებსა და განვითარებებზე, რაც უკავშირდება ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობის მიზანს. კომისიამ ასევე დეტალურად განიხილა და შეაჯერა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის შემუშავებული ერთიანი საინფორმაციო პორტალის ამოქმედების საკითხი, რაც მისდად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის სამშვიდობო ინიციატივით გახსნის შესაძლებლობის შესახებ ერთ სივრცეში კონსოლიდირებულ ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფას.